ზირაქაშვილი, ბავშვთა ნევროლოგი, ფსიქიატრი, დღეს ჩვენი სტუმარია. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და დავიწყოთ თავიდან, რამდენი ხანია რაც საქართველოში ეს დღე აღინიშნება და რა არის წელს მთავარი სლოგანი ამ დღეს მასშტაბით? მოგესალმებით. თქვენ ზუსტად ახსენეთ, რომ 2007 წლიდან დაიწყო მსოფლიო აღნიშვნა და ჩვენც არ ჩამოვრჩით. და 2008 წლიდან უკვე საქართველოში აღინიშნება აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე. შესაბამისად, ამ პერიოდიდან მოყოლებული ჩვენ ყოველ აპრილს ვახსენებთ საზოგადოებას, რომ ტიპური განვითარების ადამიანების გვერდით არსებობენ განსხვავებული აზროვნების ადამიანები და თქვენი თქმის არ იყოს, ისინი აბსოლუტურად იმსახურებენ იმას, რომ ინკლუზიური ჩართულები იყვნენ საზოგადოებაში, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი ზოგადად. დღევანდელი სლოგანი განსხვავებულია, სხვადასხვა ასოციაციას როგორც წესი აქვს ხოლმე სხვადასხვა სლოგანი, თუმცა ისინი ძალიან გავს ერთმანეთს. და წელს 2026 წლის თემა გახლავთ ჰუმანურობა და აუტიზმი, რომ ყოველი ადამიანი არის ღირებული. აი პრაქტიკულად დასაწყის აბსოლუტურად ეთანხმება ეს სლოგანი, რომელიც დღეს არის. თავარი გზავნილი რაც უნდა იყოს საზოგადოებისთვის არის სწორედ ის, რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ თითოეული ადამიანი არის ერთადერთი, უნიკალური და განუმეორებელი, მეორე მხრივ რამდენად არის მზად საზოგადოება იმისათვის, რომ ამ თავისი უნიკალურობით ადამიანი მიიღოს, იყოს ინკლუზიური მათ მიმართ. და შესაბამისად შევქმნათ ის ადეკვატური პირობები, რომელიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. იცით რა მაინტერესებს, აი თქვენ ადევნებთ ახლა თვალს ამ წლების მანძილზე და უშოთ როგორია სტატისტიკა ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით, რამდენად გაიზარდა და უშოთ აი ეს კულტურა ჩვენ საზოგადოებაში და აი საზოგადოებას კიდევ ერთხელ რო აუხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი აი აუტიზმის დღის აღნიშვნა უშოთ. კი ბატონო, ნამდვილად 2008 წლიდან მოყოლებული ძალიან ბევრი რამ შეიცვალა საქართველოში და მსოფლიოშიც. დღეს ნამდვილად გაცილებით მეტი იცის საზოგადოება აუტიზმთან დაკავშირებით. და იცით ეს თემების ევოლუციაც მიმდინარეობდა ზუსტად აქედან გამომდინარე, რომ პირველი რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის დეკლარირება გარკვეული ინფორმაციის და საზოგადოებამ ნამდვილად დააგროვა ეს ინფორმაცია, რომ განსხვავებული აზროვნების, სამყაროს განსხვავებული ხედვით ადამიანები ჩვენს გვერდით არსებობენ. აი სწორედაც რომ დღევანდელი თქვათ ცვლილებები, რომლებიც ხდება პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ დეკლარირების და უბრალოდ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქმედებებზე გადავიდეთ. მიღებლობა. დიახ, უკვე ჩვენ თუ ჩახედავთ რეალურად ონლაინ სივრცეს, ნახავთ, რომ აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე თითქოს გადახაზულია და აწერია, რომ აუტიზმის მიმღებლობის დღე და ეს მოიტანა სწორედაც, რომ ამდენი ხნის განმავლობაში აი ამ ცნობადობასთან დაკავშირებით ჩატარებულმა კამპანიებმა. როდესაც ჩვენ საუბრობთ მიმღებლობაზე, ძალიან ბევრ ცვლილებას გულისხმობს ეს, ხო? ეს გულისხმობს ცვლილებას ინდივიდუალური მიმღებლობის თვალსაზრისით, რომ ჩვენ მხოლოდ ტერმინი კი არ ვახსენოთ, ანუ რაღაცა აუტისტი ადამიანების გვერდით აუტიზმით ადამიანები დავინახოთ, როგორც ასეთი, თავისი უნიკალური უნარებით და თვისებებით, რომ სასკოლო გარემო იყოს შეცვლილი ამ ადამიანებისთვის ისე, რომ მათი, ასე ვთქვათ, განვითარებისთვის და ინტეგრირებისთვის, ვთქვათ, კომფორტული გარემო იყოს, ჯანდაცვის სისტემები იყოს აწყობილი ისე, რომ ადრეული დიაგნოსტიკისა და ადრეული ჩართულობის საშუალება იყოს. შემდეგი შეკითხვა სწორედ ამას ეხება ჩემი, რა საკიდან ხდება დიაგნოზირება და რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყველაზე დიდი ყურადღება? კი ბატონო, ნახეთ, ესეც მოიტანა ზუსტადაც რომ ცნობადობის ამაღლებამ, რომ თუ თქვათ მსოფლიოში და დღესაც ასეა, იცით, საშუალო ასაკი არის დაახლოებით 47 თვე, როდესაც
3 წელიწად ნახევარია დაახლოებით, როდესაც მსოფლიოში ხდება ამ დიაგნოზის ყველაზე ხშირად დასმა. თუმცა რეალურად აი ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, სადღაც უკვე წლინახევრიდან სიმპტომების შემჩნევა უკვე მშობელს თავისუფლად შეუძლია. აი სადღაც წლინახევარი, 2 წლინახევარი არის ის პერიოდი, როდესაც მშობელი ამჟამად ყველაზე მეტად გვაკითხავს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც უფრო დროულად მოხდება დიაგნოზის დასმა და რაც უფრო დროულად მოხდება ჩართულობა ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათი ინკლუზიის საშუალება გარემოში გაცილებით უფრო მეტია. აი თქვენ ახსენეთ, რა არის ის პირველადი ნიშნები, რომელსაც მშობელმა უნდა ყურადღება მიაქციოს და არ გამორჩეს, ხო? მოდით აი მე გამოვყოფდი 5 ძირითად ნიშანს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებს ახსოვდეთ, იმიტომ რომ მაინც წინაშულებიდან გამომდინარე მშობლისთვის უფრო მარტივია შემჩნევა და აი ახალგაზრდა მშობლებისთვის უფრო რთულია ხოლმე. პირველი ყველაზე კლასიკური ნიშანი ეს გახლავთ სახელით დაძახებაზე რეაგირების არ ქონა, ან ძალიან გადავადება, ხო? მეორე მკვეთრი ნიშანი გახლავთ მზერითი კონტაქტის დეფიციტი. აი ჩვენ ახლა ერთმანეთს ძალიან აქტიურად ვუყურებთ ამ ბავშვებისთვის მზერითი კონტაქტი არც თუ ისე კომფორტულია. მესამე მნიშვნელოვანი ნიშანი გახლავთ თითით ჩვენება. აი ჩვენ ვიცით, რომ ბავშვი, რომელიც არ საუბრობს, ჟესტებით გვაგებინებს სასურველზე და ძალიან აქტიურად იყენებს ჟესტებს სასურველის მოსათხოვად. არა მხოლოდ სასურველისთვის ეს ჟესტის გამოყენება, თითით ჩვენება, არამედ გაზიარებისთვის, რომ შოკოლადი მინდა და ჩიტი და მოფრინავს მაგალითად, ხო? ანუ გაზიარება და მოთხოვნა. მეოთხე ძირითადი ნიშანი გახლავთ გაზიარებულ ყურადღებაზე პასუხი ან გაზიარებული ყურადღება, ხო? ანუ ბავშვი როდესაც ერთობა, ბავშვი როდესაც თამაშობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თამაში მშობელს გაუზიაროს და აჩვენოს და მეხუთე მნიშვნელოვანი ნიშანი ამ შემთხვევაში არ ხდება ეს გაზიარება. მოძრაობები. ნახეთ როგორ არის ამ შემთხვევაში სოციალურ კომუნიკაციური და სოციალური ინტერაქციული თვისებები საკმაოდ მკვეთრად შეფერხებულია, ხო? ანუ მე როდესაც რაღაცას ვაკეთებ, მე როდესაც რაღაც კარგად გამომივა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სხვას ვაჩვენო და გაუზიარო და ამ შემთხვევაში ეს ძალიან ნაკლებად ვახო. იცით რა მაინტერესებს? აი ეს შეიძლება რომ იყოს გენეტიკური თუ აი დავუშვათ შესაძლოა რომ იმოქმედოს გარემო პირობებმა და აი რა ვიცით აი ამ გამომწვევი მიზეზების შესახებ უფრო მეტი ვისაუბროთ. მადლობა ამ შეკითხვისთვის, თუმცა ეს არის ის შეკითხვა, რომელიც დღემდე თავსატეხია მეცნიერთა წრეებში. პირდაპირი პასუხი ჩვენ ამაზე არ გვაქვს, რომ არ ვიცით კონკრეტული ეტიოლოგიური ფაქტორი. მაგრამ თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, ეს არის გენეტიკური წინასწარ-განწყობის და გარემო ფაქტორების ერთობლივი ურთიერთქმედების შედეგი, როდესაც ჩვენ ხვდებით, რომ ყოველთვის გვაქვს მეტნაკლებად გენეტიკური წინასწარ-განწყობა და გარემო ფაქტორების, აი კერძოდ რისკ ფაქტორებია და დაახლოებით 300-მდე რისკ ფაქტორია, რომელიც შეიძლება იყოს ინდუცირება იმისი, რომ პროვოცირება გააკეთოს. აი რითი ასკვნის საზოგადოება, რომ ეს არის გენეტიკური წინასწარ-განწყობის, იმიტომ რომ ჩვენ რო ჩავხედოთ ლიტერატურას, აი მონოზიგოტური ტყუპების შემთხვევაში, თუ ერთ ბავშვს აქვს აუტიზმის სპექტრი, 80%-ით იზრდება რისკი, რომ მეორეს ჰქონდეს. აი თუ მაგალითად ოჯახში ერთ ბავშვს აქვს აუტიზმის სპექტრი, მაშინ 35%-ით იზრდება რისკი, რომ სხვა ოჯახის წევრსაც ჰქონდეს აუტიზმის სპექტრის მდგომარეობა და აქედან გამომდინარე. ავტომატურად არ გვაქვს დიდი დრო, უბრალოდ ძალიან საინტერესო არის კურნალობის ან რეაბილიტაციის მეთოდები, რომელია ყველაზე ეფექტური ამ ეტაპზე, რაც სოფლიომ დაადგინა, თქვა პროტოკოლის მიხედვით. და რა რჩება ყველაზე დიდ გამოწვევად დღემდე? ესეც რო შევაჯამოთ და კი ბატონო, გამოწვევად რჩება ისევ მიმღებლობის კომპონენტი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამდენს ვსაუბრობთ და თეორიულად ამდენს ვჯელობთ, ეს ბავშვები ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე არიან და არაერთხელ უთქვამთ მშობელს, რომ გარემო არ არის ადაპტური ამ ადამიანებისთვის ჩამოსულან ტრანსპორტიდან, იმიტომ რომ დაჟინებული მზერებია და ბავშვების მიმართ არის საკმაოდ აგრესიული
დამოკიდებულება სკოლები მიუხედავად აქტიური ინკლუზიური განათლების არ არის აღჭურვილი ისეთი გარემოსი, რომელიც თქვათ ამ ბავშვების შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენს და სერვისების ხელმისაწვდომობაც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. რაც შეეხება მკურნალობას, ნახეთ, აი ძალიან მინდა რომ ხაზი გაუსვა ამას, იმიტომ რომ ესეთი ქრონიკული მდგომარეობები და ჩვენ კი ვახსენეთ, აი მედიცინა გასაყარზე დგას ახლა, ხო, აი თითქოს აქ საუბარი არის, რომ ეს აუტიზმის სპექტრი, ეს გახლავთ ნეირომრავალფეროვნება, ანუ აზროვნების განსაკუთრებული სტილი და თუ არსებობენ შავთმიანი და მაგალითად თერა ადამიანები, არსებობს ასევე ნეირომრავალფეროვნების მქონე აუტისტი ადამიანი, თუ ეს არის ნეიროგანვითარებითი დარღვევა, რომელსაც ძალიან აქტიურად ჭირდება მუშაობა და ჩართვა და ამიტომაც არის, რომ დღეს მიდის საუბარი იმაზე, რომ მაგალითად მძიმედ გამოხატული კლინიკური ნიშნების მქონე აუტიზმის სპექტრი ხმარ გამოიყოს საერთოდ აუტისტური არეალიდან, ხო? იმიტომ რომ აქეთ ნეირომრავალფეროვნება და აქეთ მძიმე აუტიზმი, იმიტომ რომ აი ეს ნეირომრავალფეროვნება ძალიან აუფასურებს ამ ოჯახების საჭიროებას, იმიტომ რომ მძიმე აუტიზმის მდგომარეობის დროს მათ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ჭირდებათ. მაშინ, როდესაც ნეირომრავალფეროვნებით ადამიანი ჩვენ ხედავთ ძალიან ბევრ ცნობად სახეს, რომლებიც ძალიან რეალიზებულები არიან და ძალიან ინტეგრირებული და არ თქმევენ თავს თავიანთ საქმიანობას. თუმცა ესე არ არის, ეს ძალიან განსხვავებული სპექტრული გამოვლინება. ამიტომაც მკურნალობის თვალსაზრისით აი რეაბილიტაცია ახსენეთ და ალბათ ის იქნება უფრო სწორი, იმიტომ რომ კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს და ძალიან მინდა რომ ეს ნიშნული იყოს. წელს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე არის მშობლები, იმიტომ რომ მაგალითად ამერიკის ადმინისტრაციის მიერ გაჟღერდა სერიოზული დასკვნები გარკვეულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება ჯერჯერობით მტკიცებულებებს და ამან ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა საზოგადოება. ისინი იყენებენ მედიკამენტს ძალიან აქტიურად, რომელიც არ არის დამტკიცებული, რომლის შორეული შედეგებზე ჩვენ ინფორმაცია პრაქტიკულად არ გვაქვს. ანუ აქ არის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, რომელიც ჯერჯერობით ითვლება ყველაზე უტყუარ ეფექტურ თერაპიულ მეთოდად, ხო? შეჯამების სახით, რომ გითხრათ, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი იმ მშობლების მიმართ, ვინც ახლა იწყებს ამ გზას და ან იმ მშობლების მიმართ, ვინც ახალი მშობლები არიან და რას ეთყოდით ამ ადამიანებს ძალიან მოკლედ რომ ვიჯამოთ. იცით რა, ძალიან მნიშვნელოვანი სლოგანი გვაქვს 2026 წლისთვის, ეს არის მიმღებლობა და მიმღებლობა ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს ყველა ეტაპზე, როგორც ოჯახში, იმიტომ რომ გადავადებული და დაგვიანებული მომართვიანობა სწორედ მიმღებლობას უკავშირდება, ან იღებს მშობელი საკუთარი შვილის განსხვავებულობას, ან არ და ამას გადავადება მოყვება. მიმღებლობა რეალურად ნებისმიერ სოციალურ გარემოში, რომელშიც უხდება ჩართვა. მეორე მნიშვნელოვანი არის, ვიცით, აპრილის თვე აღარ დაგჭირვებოდეს, ხო? აი ეს 2 აპრილი აღარ უნდა გჭირდებოდეს კონკრეტულად, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს იმდენად ცნობადი ინფორმაცია და ჩვენ უნდა გავხადოთ ისეთი ინკლუზიური საზოგადოება, რომ არ დაგჭირდეს კონკრეტული დღების აღნიშვნა იმისათვის, რომ ეს ადამიანები მიმღებლობა და კიდევ ერთხელ მიმღებლობა. დადგება ისეთი აპრილიც, როდესაც ამ დღეს არ აღნიშნავთ და ადამიანებს ისედაც ეცოდინებათ ყველაფერი. ჩვენი სტუმარი გახლავთ ბავშვთა ნევროლოგი, ფსიქიატრი მედია ზირაქაშვილი. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ეხლა უკვე 9 საათი შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოამბის დროა ჩვენს ეთერში.